ამ წუთებში 78 საჯარო სკოლაში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აძლევს ხმას. ჩვენ პირდაპირ ეთერში გთავაზობთ ამ კადრებს. როგორც ხედავთ, უკვე შალვა პაპუაშვილმა გაიარა პირველ რიგში იდენტიფიცირება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის შემდეგაც ის შემოწმდა მარკირებით. ახლა კი პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გადაინაცვლა სარეგისტრაციო მაგიდასთან, სადაც ასევე ელექტრონულად მოხდება რეგისტრაციის გავლა. როგორც ხედავთ, შალვა პაპუაშვილმა ახლა გაიარა უკვე რეგისტრაცია, რის შემდეგაც ის გადაინაცვლებს უშუალოდ იმ ადგილზე, სადაც მას მიაწოდეს ბიულეტენი და გადაინაცვლებს უშუალოდ და მისცემს ხმას. ხმის მიცემის ჯიხურთან იმყოფება ახლა ის, როგორც იცით, აპარატის მეშვეობით ელექტრონული წესით ხდება აღნიშნულ უბანზე, როგორც უბნების უმრავლესობაზეც ასევე საარჩევნო ხმის მიცემის პროცესი. მას მისცეს ბიულეტენთან ერთად სპეციალური ჩარჩო კონვერტი, რომლის დახმარებითაც ის საარჩევნო ყუთში მოათავსებს საკუთარ არჩევანს. ხმის მიცემის პროცესი კი დასრულებულად შეითვლება მაშინ, როდესაც აპარატზე გამოჩნდება წარწერა თქვენი ხმა მიღებულია. მე კი შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის სულ 12 პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული. აღნიშნული პარტიები არიან მამული ენას არწმუნოება, ასევე კონსერვატორები საქართველოსთვის, ჩვენი გაერთიანებული საქართველო, თავისუფალი საქართველო, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, ასევე ძლიერი საქართველო, ლელო, საქართველო, მწვანეთა პარტია, სახალხო ხელისუფლება, გახარია საქართველოსთვის, 36 ნომერი გირჩი, ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველო. და კიდევ ერთხელ რომ ავხსნათ, ელექტრონული წესით ხმის მიცემის პროცედურა არის ასეთი, რომ პირველ რიგში გადაეცემა ნებისმიერ ამომრჩეველს საარჩევნო ბიულეტენი, რომელიც დაყოფილია 3 სვეტად. პირველ სვეტში შეტანილია პარტიების სახელწოდებები დადგენილი რიგითობის შესაბამისად, მეორე სვეტში უკვე შეტანილია არჩევნებში მონაწილე მერობის კანდიდატების რიგითი ნომრები და მესამე სვეტში ასევე აღნიშნულია ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ასარჩევად წარდგენილი კანდიდატების რიგითი ნომერი, ასევე სახელი, გვარი და წარდგენის სუბიექტები. და როგორც კადრში ვხედავთ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა საკუთარი არჩევანი, ის ახლა დატოვებს საარჩევნო უბანს და სავარაუდოდ მედიასთან გააკეთებს პირველ კომენტარს და განცხადებაში ახსნის, რის სასარგებლოდ მიიღო მან გადაწყვეტილება. ჩვენ ამ განცხადებასაც, რა თქმა უნდა, პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. დღეს დემოკრატიული არჩევნების დღე არის, ყველა მოქალაქეობრივი მოვალეობა არის, რომ გააკეთოს საკუთარი არჩევანი. ჩვენ ვირჩევთ ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩვენს წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტები, ყველა კვლევის თანახმად არიან ის ორგანოები, რომელსაც აქვთ ყველაზე დიდი ნდობა ჩვენს მოსახლეობაში, ვინაიდან ჩვენი მუნიციპალიტეტები, მერები, საკრებულოს წევრები არიან ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ კონტაქტზე არიან მოქალაქეებთან, იციან მათი ყველა წუხილი, იციან მათი ყველა სიხარული, ასე რომ დღეს შესაძლებლობა არის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში ჩვენმა მოქალაქეებმა საკუთარი წარმომადგენლები აერჩიონ. და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს იქნება წარმატებული დემოკრატიული არჩევნების დღე. დღევანდელი დღით შეიკრება გარკვეულწილად საარჩევნო ციკლი, რომელიც შარშან ოქტომბერში დაიწყო. ჩვენ ავირჩიეთ შარშან პარლამენტი, ავირჩიეთ პრეზიდენტი, ახლა ვირჩევთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ამით არჩევითი ორგანოების სრულად დაკომპლექტება
და 2028 წლამდე საქართველოს ექნება შესაძლებლობა, რომ ხალხის მანდატის მქონე სახელმწიფო ინსტიტუციებით იმუშაოს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის ზრდაზე. ყველას გიპასუხებთ, ხო იცით? რაც შეეხება დღევანდელ მოვალ გიპასუხებთ ყველაზე. რაც შეეხება მოლოდინებს, თქვენ ნახეთ რომ ოპოზიციის კვლევითაც კი ქართულ ოცნებას არის უალტერნატივო ამ გამარჯვებაში, მათივე კვლევით კახი კალაძე 60%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვს, ასე რომ მე მგონი თავადაც იცის ოპოზიციამ და შეგუებული არის ამ მოცემულობას. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი საარჩევნო მიზანი არის 64 მუნიციპალიტეტში პირველ ტურში მერობის არჩევნებში პირველ ტურში გამარჯვება და საკრებულოებში უმრავლესობის მოპოვება. თუმცა რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის ამ ხრივ, რომ არჩევნებში 12 პარტია მონაწილეობს. მე ყველას უსურვებ წარმატებას მათი ოპოზიციური მანდატების მოპოვების მხრივ. რაც შეეხება შედეგების განპირობებას, თავისთავად რადიკალურმა ოპოზიციამ თავისთავად უნდა დააბრალოს ყველაფერი. ისინი შარშან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათ გადაწყვიტეს, რომ ზურგი ექცია დემოკრატიისთვის, წასულიყვნენ რადიკალიზაციის და ექსტრემიზმის გზით, როგორც მათ დაავალეს გარედან, ახლა იმკიან იმ შედეგებს, რაც შარშან საკუთარი რადიკალიზაციით მოახდინეს. ბატონო შალვა, მე მაინტერესებს ფულს რატომ არიგებენ საარჩევნო უბნებზე ქართული ოცნების წარმომადგენლებით განასიებით ბათუმში ფულის დარიგების შემთხვევები დაფიქსირდა და მაისურებს იფარებენ ადამიანების სახეზე და ისე გარბიან უბნებიდან და მე მაინტერესებს თქვენ რატომ იტყუებით? ხომ შეგიძლიათ ხო სიმართლე ისაუბროთ? რა გაიძულებთ ტყუილებს? პირველის ეთერში გავიდა არაერთი კადრი. რას ვიტყუებით? შემიძლია ახლა გაჩვენოთ თქვენ რომ მე გეტყვით ლელორას აკეთებს, ხო ლელოს ტელევიზია ხო? ნუ მესაუბრებ. კი, გესაუბრებთ. პირდაპირ ეთერში თქვენი კომენტარი. კაი, გავიგე კითხვა. კი ბატონო. ზოგადად, კი ბატონო. ბატონო შალვა. გავიგე. თქვენ მოდით მე გადავწყვეტ რაში დაგდოთ ბრალი. რა პრობლემაა? მოყურეთ, ამიტომ მე ვერ ხვდები რა გაიძულებთ ტყუილების საუბარს, განსაკუთრებით არჩევნების დღეს. მე გეტყვით რა სინამდვილეში რა ხდება. თქვენ რა შეეხება ლელოს და ხაზარაძეს და თქვენ ტელევიზიას. გეტყვით რომ მაგალითად ოზურგეთში უბნებზე ლელოს წარმომადგენლებმა უარი თქვეს გადასატანყუთებზე გაყოლოდათ, რაც არის დარღვევა, მათ ფაქტობრივად უარი თქვეს რომ გადასატანყუთებს გაყოლოდნენ. ასევე ბათუმში მეორედ შევიდა ნაციონალ მოძრაობის მხარდამჭერი უბანზე და გახდა საჭიროება მისი გაყვანა, ასე რომ ყველა ნაცმოძრაობაზე საუბრობთ. ამიტომ ეს სრულ ნარატივები. უბრალოდ რატო იტყვევით, ვერ ხვდებით, ხო შეიძლება სიმართლე ისაუბროთ? ბატონო შალვა, მე დღევანდელი აქცია და უეთ ეს ტყუილები, უბრალოდ მის მინეთ არის ტიპური სრულ ნარატივები, რომელსაც ყოველ ჯერზე ფეიქ მედია და ამ შემთხვევაში ლელოს მედია განსაკუთრებით გამორჩეული არის. ყველა არჩევნებზე ტიპური სრულ ნარატივები მე მგონი ჩამოწერილი გაქვს, რა ვიცით. მათ შორის თითქოს ხდება თანხის დარიგება და ასე შემდეგ, იცით რომ ყოველ ჯერზე დამტკიცდა რომ ეს იყო ტყუილი. რა თქმა უნდა, უყურეთ შარშან ამოიღეთ შარშანდელი კადრები ან წინა არჩევნების კადრები, ნახავთ ყოველ კონცერტი თქვენი პარტიის ლელოს აქვს ცენტრალურ ოფისში და თქვენი პარტიის თბილისის კანდიდატი იდგა და თავად ტელეფონით საუბრობს. დღევანდელი აქცია და მოლოდინები მართალი პოლიტიკური გუნდის განაცხადის გაკეთება. უყურეთ არჩევნების დროს სიცრუის გავრცელება თავის მხრივ არის მედია სტანდარტის დარღვევა. კანონ დარღვევაზე იქნება პასუხი შესაბამისი. ეს პოზიცია თქვენ განაცხადეთ. მე მინდა კითხოთ მოლოდინები დღეს როგორია, იმიტომ რომ გვესმის სხვადასხვა რადიკალური მოწოდებები კვლავ. რა იქნება პასუხი თქვენი მხრიდან? თავისთავად ჩვენ მე ხავ თქვი კიდევაც რამდენიმე დარღვევა ლელოს მხრიდან ზურგეთში ისინი უარს ამბობდნენ რომ გადასატანყუთს წაყოლოდნენ 20-მდე უბანზე ასევე ნახეთ ერთ-ერთ საარჩევნო უბანში ნაცმოძრაობის აქტივისტი აღმოჩნდა ეს ადამიანი რომელიც ხელმეორედ მივიდა უბანზე და უბნის ხელმძღვანელობას მოუწია რომ გაეძევებინა ის უბნიდან არ ვიცი რა საპირებდა ამ უბანზე და თავისთავად ნახეთ რომ დაანონსებული აქვს რადიკალურ ოპოზიციას და NGO-ებს
ნიშნავს, რომ ისინი აპირებენ საბოტაჟს არჩევნების, მათ შორის იცით, რომ ნაცმოძრაობის ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი ციხეში არის დღეს იმ ბრალდებით, რომ ის მოუწოდებდა უბნების დარბევას. იცით, რომ ეხა უკვე 2 საათია მიმდინარეობს არჩევნები, 7 ვითარება არის, ძალიან კარგია, რომ ვერ ბედავს ჩაიდინოს სისხლის სამართლის დანაშაული. გუშინ პრემიერმა ძალიან მკაფიო თქვა, თუ რამდენად მძიმე არის ეს ასეთი ტიპის დანაშაული, რა თქმა უნდა, ყველა ასეთ შემთხვევას გაეცემა შესაბამისი პასუხი. ბატონო შალვა, იგორ ნარმანიას დაეცნან გუშინ თავს ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის გადანაშაულებთ ქართულ ოცნებას და მიეჩნიათ მათ, რომ ეს იყო ხელისუფლების მიერ წინასწარ ორგანიზებული თავდასხმა. რას პასუხობთ? ნუ მე მგონი ყველა დარწმუნდა, რომ ეს იყო 9 საათიანი ფეიკი, რომელიც ნაცმოძრაობას ჩვევია ხოლმე, გაირკვა პირველადი მონაცემებით, ასეთაც იყო საქმე, თავად ნაცმოძრაობის ახალგაზრდულ აქტივისტებს ჰქონდათ კონფლიქტი, დაუპირისპირდნენ ეკლესიის წარმომადგენელს, როგორც ჩვენ გავარკვიეთ ამ წინასწარი მონაცემებით, 20-მდე აქტივისტი იყო ნაცმოძრაობის და 2 ახალგაზრდა გამოესარჩლა ეკლესიის წარმომადგენელს და ამ ნიადაგზე მოხდა კონფლიქტი და 20 ადამიანს 2 თუ მოერია ნაცმოძრაობის საქმე ცუდად ვერ ყოფილა, რაც შეეხება იგორ ნარმანიას. აი ესეთი ახალგაზრდა და უკვე აფერისტი რო არის ადამიანი, რაც სპექტაკლები მან გუშინ დადგა, აი ეს აჩვენებს რას ნიშნავს ნაცობა. ასე რომ ნაცობას ასაკი არ აქვს და ნარმანიას რაც შეეხება ასეთი ახალგაზრდა და უკვე აფერისტი ჩანს, რომ დიდი მომავალი აქვს ნაცმოძრაობის იდეოლოგიაში, იმიტომ რომ ასეთი ხალხი არის შემდეგ, რომელიც სააკაშვილის მოდელით იზრდება და ბოლოს ვიღებთ ხოლმე ისეთ ხალხს, როგორც სააკაშვილი და მსგავსი არის. მოგეთ კიდე ერთხელ რაც მინდა თქვა, ეს მინდა თქვა, რომ დღეს ჩვენ ხედავთ ზოგადად გუშინ წინ ნახეთ, არის საინფორმაციო შტურმი. აი ხო ხსმენია სხვადასხვა არჩევნებზე საინფორმაციო თავდასხმები. აი 2 დღე არის ვაკვირდებით საინფორმაციო შტურმს, რომელშიც მონაწილეობენ პარტიები, ფეიქ მედია და NGO-ები იმისთვის, რომ თავს დაესხან დემოკრატიულ არჩევნებს. ჩვენ ამას ყველაფერს აღურიცხავთ, ხედავთ, რომ გვაქვს ძალიან სწრაფი რეაგირება. მე მინდა მადლობა გადავხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და დღესაც ასევე მოწოდებული იქნება, რომ სწრაფად ყველა საკითხთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია მისცეს საზოგადოებას. საზოგადოებას კი მიმართავ, რომ ეს არის საინფორმაციო დღეს ხედავთ ჩვენ, რომ არის გარედან ორგანიზებული და მხარდაჭერილი საბოტაჟი ქართული არჩევნების, ამიტომ ყველა ვიყოთ ფხიზლად იმ საინფორმაციო შტურმის პირობებში, რაც ახლა ხორციელდება, ყველა ინფორმაცია, რომელიც ფეიქ მედიიდან წამოვა, მოსახლეობა დაელოდოს ამ ინფორმაციის გადამოწმებას და ოფიციალურ განმარტებებს ყველა საკითხთან დაკავშირებით. დღეს ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტრო მობილიზებული არის იმისთვის, რომ უსწრაფესად იყოს რეაგირება ყველა საკითხთან დაკავშირებით და ჩვენც, რა თქმა უნდა, პარტიის მხრიდანაც გვექნება ძალიან აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან. სოფლის საუბრობთ ლევესთან დაკავშირებით ბრალდებს აკანებენ, რომ მათ შორის კამერებს აგვართოვინებენ საარჩევნო უბნებზე, როგორც უკვე საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის დროს ასეთ საკითხზე საუბარი მიზანი რა შეიძლება არის? რას არ ართვენებენ? იცით, რომ ქართულ ოცნებასაც აქვს კამერები, სხვათა შორის საინტერესოა, ხო? შარშენელ არჩევნებზე ქართულ ოცნებას ჰქონდა ყველა უბანზე კამერა და მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებდნენ, რომ არ შეიძლება რომ კამერები იყოს უბანზე. რატომ არავინ დღეს ხმას არ იღებს ლელოს კამერებთან დაკავშირებით და მაშინ არ მახსოვს ლელო აპროტესტებდა თუ არა, მაგრამ სავარაუდოდ ლელოც მაშინ ხარსაუბავდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და წელს თავად აყენებენ კამს, სხვა ჩვენზე კაი კამერები აქვს, ცოტა არ იყოს თეთრი შურით გშურს. და კი ბატონო, ჩართონ ლაივი აქვს, ესე გავიგეთ, ასევე ჩვენც ვისარგებთ მათი ლაივით. ბატონო შალვა, დღეს საზოგადოების დიდი ნაწილი რეგიონებიდან უკვე დაიძრა თბილისისკენ მოემართებიან. არაერთი კოლონა ვნახეთ დროშებით, მომდიან საქართველოს მოქალაქეები დედაქალაქისკენ და ფიქრობ, რომ დღევანდელი დღე იქნება დიდი ცვლილებების დღე. რას აპირებს ქართული ოცნება დღეს? დღეს ყველა პატრიოტის ადგილი არის საარჩევნო უბანში, ის ვინც თავს თვლის დემოკრატიული საქართველოს შვილად, დღეს მისი ადგილი არის არჩევნებზე. არჩევნები და მხოლოდ არჩევნები არის ისაც ჩვენ მოვიპოვეთ ჩვენი დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის ბრძოლით, ერთადერთი საშუალება სახელმწიფო მანდატის მიცემისა და დღეს დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები აქტიურად გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას. რასაც კითხავთ, ამ არჩევნებს არ აგვირდებიან ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც მაგალითად წინა არჩევნებს აგვირდებოდნენ და ავტორიტეტული ორგანიზაციები არ იქნებიან და ვინე ისვედია ავტორიტეტული? საერთაშორისო გამჭვირვალობას. კაი, ანუ ისვედი არ არის ისვედი ავტორიტეტი. ბატონო, რა თქმა უნდა, ავტორიტეტული
ავტორიტეტული. კი ბატონო. კი ბატონო შალვა, როგორ ფიქრობთ რა შედეგები როგორ შეფასდება არჩევნები, რომელსაც არ აკვირდებიან ესეთი ორგანიზაციები და გუშინ ნახეთ, რომ არიან ორგანიზაციები, აი ქართული ოცნების პროპაგანდისტების ორგანიზაციები და თქვენი გულმყრუვალე მხარდამჭერები. პირველი პროპაგანდაზე მივისაუბრებ. არა, თქვენი პროპაგანდისტები. გულმყრუვალე მხარდამჭერები. პირველი, ვინ უშლიდა ისვედებს და ასე შემდეგ, რომ დაკვირვებოდნენ არჩევნებს. ვინ დაუშალა? რა პრობლემა იყო? კანონები მათ. არა, რომელი კანონი, რომელმა კანონმა? რომელი უსაფრთხოება? რა ვინ დაუშალა? ვინ დაუშალა? არავინ. ეს არის მათ შორის ეს არის ნაწილი ჰიბრიდული თავდასხმისა ჩვენს არჩევნებზე, რომ როგორც რადიკალური ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს, ასე რადიკალური NGO-ები ბოიკოტს უცხადებენ არჩევნებს დაკვირვებისთვის და არა მხოლოდ არჩევნების დაკვირვებას, არამედ ნახეთ, რომ ისინი როგორც ამომრჩევლების მონაწილეობას არ იღებენ. ამით მათ მოახდინეს საკუთარი თავის დისკვალიფიკაცია. საერთაშორისო გამჭვირვალობა სოროსი, ისვედი, საია, ყველა ამ ორგანიზაციამ, ვინც განაცხადა, რომ ისინი ხმას არ მისცემენ არჩევნებზე, თავის დისკვალიფიკაცია მოახდინენ და დღევანდელი დღიდან არჩევნებში არ მონაწილეობით ისინი უკვე თავის თავს აფორმებენ ანტიდემოკრატიულ რადიკალურ დაჯგუფებად და ასეც იქნება ხვალინდელი დღიდან, როცა ეს არჩევნები გადაივლის. რაც შეეხება მათ არ დაკვირვებას, აქ დიდი დანაკლისი არ არის საარჩევნო თაღლითების მხრიდან არჩევნებზე დაკვირვება და პირიქით უფრო პრობლემური იყო. გახსოვთ თქვენ რომ ისვედმა 2020 წელს გააყალბა პარალელდათვლებები, ხო თახვდებით, ყალბი რიცხვები გამოაქვეყნეს, თახვდებით. შარშარო საერთოდ არ გამოაქვეყნეს, ამაზეც ხო თახვდებით. ასე რომ ეხლა საარჩევნო თაღლითები თუ არ დააკვირდებიან, ამით არაფერი დააკლდება ჩვენს არჩევნებს. რაც შეეხება დამკვირვებელს, დღევანდელ დღეს 56 საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის 8000 წარმომადგენელი აკვირდება არჩევნებს და 73 მედიის 1000-მდე ჟურნალისტი არის აკრედიტებული არჩევნების გასაშუქებლად. შეამოწმეთ ერთი ბოლო არჩევნები რომ იყო ლიეტუვაში, რამდენი დამკვირვებელი იყო ის და მე შეადარეთ საქართველოს მონაცემებს. ევთოოდირი ჩვენ მოვიწვიეთ, მათ ჰქონდათ საკმარისი დრო იმისთვის რომ ჩამოსულიყვნენ არჩევნებზე, არაფერი არ ჭირდება რომ შეკრან რამდენიმე კაციანი დელეგაცია იმისთვის რომ ჩამოვიდნენ და დააკვირდნენ არჩევნებს. შეგახსენებთ რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რამდენიმე კვირით ადრე მიიღო შეტყობინება ევთოოდირმა არჩევნებთან დაკავშირებით და მაშინ 2008-ში 17 წლის წინ, როდესაც ტექნიკა და სხვა პირობები სხვანაირად იყო, მაშინ შეძლეს მისიის გამოგზავნა და წელს ახლა რა პრობლემა იქნება და უფრო მეტი პირდაპირ რეისი გვაქვს სხვადასხვა დედაქალაქთან, ასე რომ უფრო ადვილად და კომფორტულად ჩამოვიდნენ საქართველოში. მაგრამ ფიქრობ, რომ ესეც ნაწილია იმის, რომ რაღაცნაირად მოხდეს ქართულ არჩევნებზე თავდასხმა. ბატონო შალვა, 1 წელი გავიდა საპარლამენტო არჩევნებიდან და ამ 1 წლის განმავლობაში ამ დრომდე არ აქვს ამ არჩევნებს აღიარება და გარკვეულ იზოლაციაში არის ქართული ოცნება ამ არჩევნებიდან გამომდინარე. როგორ ფიქრობთ, ეს არჩევნები რამდენად იქნება აღიარებული დემოკრატიული ქვეყნების? ჩემთვის თავარი არის ჩვენი მოქალაქეებს, მათ შორის თქვენი აღიარება, თქვენ მელაპარაკებით, მე პარლამენტის თავმჯდომარე, ხართ პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტი, ასე რომ მადლობთ თქვენი საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. მე კითხვას გისვამთ უბრალოდ. არა, მინდა უბრალოდ მადლობა გადაგიხადოთ აღიარებას. რაც შეეხება აღიარებას დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორებს ქართველი ხალხი არჩევნებზე მოსვლით და კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავის მანდატს. ასე რომ საკითხი შემდეგში არის, რომ აქ კითხვები ჩვენ კი არ მოგვემართება, კითხვები მიემართებათ იმ უცხოელებს, რომ გაახილონ ფართო თვალები და აღიარონ რეალობა. იმ ვირტუალურ რეალობაში და მათ სასურველ რეალობაში რო სულ ცხოვრება, ასე არ არის, ცხოვრება ასე არ არის აწყობილი საკუთარი ბაღივით რომ მოიწყონ და საკუთარი ვირტუალური საქართველოს შეიქმნა. ქართველი ხალხი აკეთებს თავის არჩევანს, აძლევს მანდატს იმას, ვისაც უნდა, ეს არის დემოკრატია და ყველამ უნდა სცეს ამას პატივი. ვინც ამას პატივს, ვინც ხალხის არჩევანს არ სცემს პატივს, ის არის ანტიდემოკრატი, შესაბამისად თუკი რა თქმა უნდა, ამიტომ არსებობს ოპოზიცია
და უმრავლესობა თავისთავად ჩვენც ხო ამას ვამბობთ, რომ შარშანდელის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დამარცხებული ამომრჩეველი ოპოზიციის გაარადიკალა მისმა პარტიებმა და უცხოელებმა და ხედავ ჩვენ ახლა ოპოზიციის ამომრჩეველს შარშან ზუსტად აღარ მახსოვს რამდენი ამომრჩეველმა მისახმა, მაგრამ რამდენიმე ასეულობით 1000 იყო, ხო, არ ვიცი 800.000 თუ არ ვჩები ამომრჩეველი ყავდა ოპოზიციას, ასე რომ რა თქმა უნდა არის ნაწილი ჩვენი საზოგადოების, რომელიც ყოველთვის შეძლებს, რა ვიცი, რუსთაველის შევსებას თუ ასე შემდეგ. ოპოზიციასაც თავის ამომრჩეველი ყავს, მაგრამ დემოკრატია სხვანაირად მუშაობს. დემოკრატია არ არის აპარტეიდი. აპარტეიდია, სადაც უმცირესობა მართავს უმრავლესობას, ხოლო დემოკრატია არის, სადაც უმრავლესობის ნება არის გადამწყვეტი. ამიტომ დღეს დემოკრატიული არჩევნების დღე არის და დღეს არის შანსი ყველა უცხოელისთვის, რომელმაც შარშან განიზრახა საკუთარი ვირტუალური საქართველოს შექმნა და დემოკრატიის ანტიდემოკრატიული გზებით, დღეს არის შანსი ასე ვთქვათ, კიდე ერთხელ დაფიქრდნენ საკუთარ ქმედებებზე, აღიარონ დემოკრატიული არჩევნები, მათ შორის ამ ქართული ხალხის არჩევნები და თვალი გაუსწორონ რეალობას. მადლობა. გადავარო. მაშინ ასე პირდაპირ ეთერში უსმენდით პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც თბილისის 72 საჯარო სკოლაში დააფიქსირა უკვე საკუთარი არჩევანი და განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია ქართული ოცნების გამარჯვებაში, რომ ქართული ოცნება არის უალტერნატივო და მათი მიზანი არის 64-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვება. ასევე ისაუბრა ოპოზიციაზე და აღნიშნა, რომ ისინი საკუთარი რადიკალიზმის გამო ახლა რადიკალიზმს იკინკიან.